და ისევ მოგესალმებით, ისევ დაგიბრუნდით. თქვენი ერთგული ამათო დიდი ხანია ვიცი რომ არ ყოფილვარ სამწუხაროდ რაღაცა გეგმები მქონდა, მაგრამ ვერ გავაკეთე. იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა დაუგეგმავი რაღაცეები გადამხდა თავს. აქედან გამომდინარე დღეს ვიხებ ისევ შემდეგ ვიდეოს, ისევ შემდეგი ფრანკებით. ოღონდ ამჯერად უკვე აღარ იქნება ისეთი ფრანკები როგორიც აქამდე იყო. დღეს უკვე სხვადასხვანაირი რაღაცეები გვაქვს მოფიქრებული, რომელსაც შემდეგ ვიდეოებშიც აუცილებლად იხილავთ. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე ავედით 300 გამომწერზე, უკვე გავათამაშეთ თვითონ სერვერზეც Diamond VIP, უკვე ბევრი საჩუქრებით დავაგდეთ ვიდეოს დასაწყისში, რომელსაც ვაგდებთ ხოლმე და შეგახსენებთ, რომ კიდევ 500 გამომწერზე გავათამაშებ ერთ Diamond VIP-ს და რომელიმე ლამუშერ მანქანას, ასე რომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დარწმუნებული ვარ ეს ვიდეოც მოგეწონებოთ, ასე რომ შეგვიძლია წავიდეთ და დავიწყოთ უკვე. Let's go! მოკლედ, რო აგიხსნათ მარტივად რას ვაკეთებ დღეს. ვართ ახალი აკაუნტით, 2 ლეველი აკაუნტი გვაქვს გაკეთებული სპეციალურად ამისთვის და ვართ ერთ-ერთი ახალი დონატორი, რომელსაც უბრალოდ მაგარი ქონება აქვს სერვერზე, ყავს მაგარი მანქანები, აქვს ეს სასახლე, რომელიც ჩემს უკან არის და ეს მანქანა და კიდე რამოდენიმე მანქანა. და მივდივართ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ გავყიდოთ სახლი, გავყიდოთ მანქანა, მაგრამ ვაკეთებთ ვიცი, რომ ვითომ ფასები არ ვიცით არაფრის. და აქედან გამომდინარე მოთამაშეებმა თვითონ უნდა შემოგთავაზონ ფასი. და ნახოთ რამდენს კამერს დავიჭერთ დღეს, რამდენ გადამგდებს დავიჭერთ და რამდენი გადაწყვიტავს რომ მოგვატყუოს და გადაწყვიტავს რომ რაღაცნაირად აი ეს ყველაფერი გამოგტყუოს რაც გვაქვს. წავედით გავაკეთოთ. აბა მოდი პირველი მოთამაშე რომელიც შემხვდა მე ვყიდი ამას. პირველი დღეა ვთამაშობ და ფასები არ ვიცი. ჯერჯერობით რავი არავინ არაფერს არ ამბობს. არავინ არაფერი არ უნდა როგორ ვხვდები. არა 62 საკომისიოები მია. საკომისიომია. მოვაკიდე გარენთავ. ახალი ვარ. რამდენად და მე მომცემ ფულს თორას. გავყიდე და რამდენად რა მანქანაა? იცელ. გახსენი გიო. აუ ჯოვრები არა. 40-ად დადე. 45 მილიონად დადე. 1996 გაიყიდება. 45. რა პონტია იცი? საკომისიოები მიაქვს რა. საკომისიოები მიაქვს და ამას დაერწყო ახალი ვარ 62. არ ვიცი. ხოდა რა ვიცი. ბოლოს მაინც კიდე რაღაც გვაწვალ. აბა ესე ვცადოთ რა. მაინც ვერ ვარ. კეთილი ხალხია როგორ ვხვდები და აუ არ გამოვა ესე. 45 მილიონად გაყიდეო და მეც ვიცი რომ ეგ ფასი აქვს, მაგრამ აქ ფასაც რო შევთავაზო რა აზრია. დაიწიე ბარებდა წავედი სახში. მოდი ესეთი რაღაცა ვცადოთ. მანქანას დავდებ გასაყიდეთ ეხლა 15 მილიონად. ხა დაჟე მომისმე. და მე ვეტყვი რომ მეთქი მე მგონი შენ არ ჩამოგაჭეს რა 62 თლიან. ნახოთ აბა ესე ვცადოთ. საკავა. მოკლედ და ეგ დავაყენოთ. მიდი ძაი 3 და მაყურს მეცმადლებს რა. და ვითომ 45 მილიონის დადება მინდა და აქსესუარი რა. ეს არ მინდა. მარტივად აბა ვნახოთ აბა. როგორი რეაქცია ექნებათ მოთამაშეებს და რა გააკეთებთ. აბა შევხედოთ. ჯერჯერობით უყურებენ და ვერ ამჩნევენ დავიჯერო? არა მგონია რაღაც. აი იყოს 4.5 მილიონი. ბიჭო 3 მილიონი მომე რა. 4 მილიონა წაიყვანეთ ახლავე 0 გარბენი. მაგრამ აგინეს. ოღონ რატომ აგინეს ვაფშე ვერ გავიგე. ფასი უთხარი პროსტა და ვერ შეგისახლებთ და ეს ყალეაო. მოდი ადმინით შევამოწმოთ მანამდე. იდ მაგინებს საგვარეულოს. ნახოთ აბა. ადმინის რეაქცია. 20 მილიონი. მართლა ვერ ხვდები რა 4.5 წერია? ვარა ჭირთან ხალხს. 1 2 3 4 5 6 7 4.5 წერია. რა ვიცი ძმაო აბა.
ვერ წამოვაგე ჯერჯერობით ვერავინ რა ხდება? 20 რომ მომწირა სათვალე დაგიმატო. შავი. რატოია ია. და ბიჭო 20 და რაღაც ეს დაგიმატე, აქცეს უარეს. რამდენი უნდა და იო. კარგი ფასია. ამე მანქანა მიყიდეთ ყველა ყოველებოთ მაგრამ მოდი აბა ესე მაინც ვქნა თავი. იქნება და ესე მაინც წამოვიტყუოთ ვინმე იმიტომ. აიგეთ ეს მანქანა 10 მილიონში ვინ წაიღე. რა მანქანა რა ძმა? მოიწამოეთ. თვითონ ვერ ვხედავ ეს ანანო რასაც არის. აუ, ზუსტად 20 მაქვს. ქნათ მაშინ. ეხა ვიზავრას 2 მილიონად მივყიდით და ვითომ არ ვიცი. 6.5 hours later. და ბრუნდა შვილი. გიო, მოდი ერთ. აბა. და ნახე, პასუხსაც არ მცემს. ნახეთ რა პასუხსაც არ მცემს. აბა. ანუ უბრალოდ პასუხსაც არ მცემს, ამას შეხედეთ, არაფრად არ მოიგებს. ნახეთ რა. 20 მომენტ. მომენტი დამიბრუნე. ნახეთ რა. ბანს დაგადებენ. დამიბრუნე. სახს მოგცე მაშინ. მანქანა. სახს მოგცემ და დამიბრუნე ეს მანქანა. სასახლეს მოგცემ და ეს მანქანა დამიბრუნე. ნახეთ. ესეთი ხალხია ზოგადად ჩვენ სედრეპუზე მეგობრებო რომ პირდაპირ ვთქვათ 50-60%, რომელიც უბრალოდ ეძებს შეცდომას იქიდან გამომდინარე რომ რაღაცნაირად დაგიჭირონ და მოგატყუონ. აბა, ეხლა ვნახოთ კიდე თუ უნდა ჩემი მოტყუებთან ლაივი მოხდა. აჰა, წავედით ეხლა სასახლე ვანახოთ. ვითომ ისეთ დებილები ვართ რომ სასახლეს მივცემთ. წავედით. ადამიანმა ესე ძალიან ჩვეულებრივად ისარგებლა ჩემი შეცდომით, ვითომ შეცდომით. იყიდა მანქანა 4.5 მილიონად და დაბრუნებაც აღარ უნდა. დავადონატე დღეს პირველი დღეა. არაფერი დამიდონატებია, მაგრამ კი, მანამდე არიზონაზე ვთამაშობდი. ტარარამ. რას თავაზობ? ტრეიდში მანახეო. ეს ჩემი მანქანაა, რო იცოდეთ. მაგრამ აღარა ამ შემთხვევაში ჩემი. ბაბარამ, წავედით. შენი მენე გიჟი ხარ, რომ მეკაიფება თან ეხა თან გადამაგდო, თან მეკაიფება. რა ვიცი. ვნახოთ აბა. ეხ სადამდე მივა ეს ჩვენი გადაგდება. მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს როგორ ატყუებენ მოთამაშეებს. რუბრიკა როგორ გადავაგდოთ Really მოთამაშეებს. ხალხი დავსდით ბათ მაინც. ой მე. ой ვიყიდე.
მილიონი. ეხა ვითომ არ ვიცი რომ აქ ძვირია სახლი ზოგადად რა. ეს სახლი ეხა სადაც მიმყავს ღირს რო არ მოგატყუოთ 3 მილიარდი თუ არ ვწდები. ან ესა ან შემდეგი. დაახლოებით რა ეღირება? მე არ ვიცი. 2 მილიონზე მეტი ეღირება? ვითომ არ ვიცით რავი არაფრის ფასები, მეტი როგორღა დავიგო იმოთა. აჰა. არ ვიციო რა ეღირება 2 მილიონზე მეტიო, არ ვიციო ეღირება თუ არა. ვაინმოთ სასახლეზე მეუნება. აჰა. პასუხსაც არ მცემ. ხო, მაგრამ ნოლიანი დამაგდო. დამიბრუნებთ, ხო? რავი, ადამიანურად ვთხოვთ. მოდი, ახლა უთხრათ ვინცა ვარ. მეგობარო, ვოისი გესმის? ვოისი თუ გესმის? შენ თუ გესმის, მა, ჩემი ხო? კი, მესმის. მისმე. დამიბრუნებ მანქანას? დაჯე მოდი, დაჯეთ, მა. ბიჭო 4 და ხოჩი იყო, მა დავითრია და რავი და გავაკეთო ძმა ახლა მითხარია, მა. არ დამიბრუნებ, ანუ? ბიჭო, მაგას რატომ მეუნები, მა? შენ რო ყოფილიყავი დამიბრუნებდი? კაი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე შანგრობას. ხო, აბა რას ვიზავდი? აი მე გეუნები არ დამიბრუნებდი, მა. უეჭველი დაგიბრუნებ, უეჭველი დაგიბრუნებ. აი ძმა, აი ო ბიჭო, აი რატო ტორის გამ 4 და სხვას რო ეყიდა და ვაფშე გამქრალიყო. ნუ სხვასაც იგივე ვთხოვდი და ადამიანურად ბიჭო, ბაზარია რა, ადამიანურად ყველაფერი გავიგე ძმა, მაგრამ მანქანის garaში ვჩები და რა გავაკეთო. შენ ხო ყავს ესეთი მანქანა? კი, მე იქ გაყიდე. მაგას ვერ გავყიდი ძმა, აი ნაჩუქარი. ზეღარო ყიდი? უთა ვიფერიდე. ჩომოლე ქორივი! დადედამო! აჰა, ისე შეიძლება. გისმე ძმა. გისმე. დამიბრუნე რა. ბიჭო, რა გინდა ძმა, მითხარით, აი რა გინდა მითხარი. მანქანა, ჩემი. ბიჭო, შენი მანქანა რას ქვია ძმა? 4 და 5 ვიყიდე მე გედო ძმა და რა გავაკეთო ეხა მითხარით, ო. ხო და ნოლიანი მომაკვდა და დამიბრუნე რა. კაროჩე რა, იმიტომ არ მევასება ამ დედა მოწყნულობაში თამაში, წამო ძმა. აკაურობის დედა მოვთხ. ვაფშე არ მინდა არც ერთი მანქანა ამის დედაცა მოვთხან ძმა. კაროჩე. ეს მაგარი ის არის. რა ქვია? ტოქსიკური ტიპია, როგორც დავამოგამ. მიბრუნებ ანუ? მივალ და მოდი. კი, გიბრუნე. აი, მადლობა. ნაშვები გოგო. ჰა? მაგარი ტოქსიკური ტიპია. არავში. მადლობა. მარაფს. რა ქვია? აჰა. მე ნიკამ ქვია. როგორი? დაბრუნდა. მე აბაშიძე ვარ. მინაცვალე. ნიკუ შენ ხარ? ხო და ასე და ამგვარად მოკლედ YouTube ვიდეოში შეგილია ეს აღამო სიხილე YouTube-ზე მადლობა რომ ვაბრუნებ მაგრამ გამისწორდა რო არ მოგატყუა არ მეგონა თუ დამიბრუნებ ადაო დაჟე რეზი გაფრთხილებული შეიძლება მანქანა დაგარგო გადმოგცემ ბედნიერი დასასრულის დედა შევეცი. ინდოეთი, ამერიკა ერთი ყლეა. დავედივე. არა, ვიკაიფო. მე გამოყვები ბრატო. იგიო, ჩემი აზრით კაიფასია ძმაო. შენ რას ფიქრობ მაგასთან დაკავშირებით? მეც ეგრე ნახოთ. ნახოთ, აბა თუ გაიყიდება, რა, ჩემი აზრით 6 მილიონში გვაჩუქეს და რა, 15-ში უნდა გაიყიდოს ჩემი აზრით. შენ რას ფიქრობ? 1 და 5 წერია მეგონი. არა თქვი. 6.5 hours later. იყიდა, აი ვიღაცა. ვინ იყიდა? ვინ იყიდა ჩემი მანქანა? ვინ იყიდა?
167 მგონი ბები ნახება. ბიჭო, შემთხვევი დადო 1.500.000 და დაუბრუნე რა. კაი, აი ორი წამი. ანრი, რეზის დაუძახე რა ჩემი წამი. ახსნიან ეხა ორი წამი. ერეკლე დაუბრუნე ძმაო, შემთხვევი დადო 1.500.000 და რანაირად იქცევი ვერ გავიგე. ამ ხელა ბიჭი ხარ ბოლოს და ბოლოს და დამწყებია თქო გეუნები ძმაო. ხო, მაგრამ შემთხვევით დადო 1-0-ის დაწერა დაავიწყდა და მიეცი კაც ჭირდება. წეღავა ჩუქე ეგ მანქანა. სასახლის მოგცემა მანქანა. აგერ ნახე, სასახლეს მოგცემ და ეგ მანქანა დამიბრუნეო. გაიგე, სასახლეს მოგცემს და ეგ მანქანა დაუბრუნე. ვწზე მოგცემ სასახლეს ძმა. მომეჯერო. მომისმინე, დააბრუნებ მაგას რო რამე. წამო განახეთ, დაგვიჯექი. რა მანქანა? წამო დაგვიჯექი, წამო და განახეთ ეხა. უწევი სასახლე, ესეთი პროტესტ მანქანას მოგცემს, მანქანას დიდარ. დასვი ერეკლე. ისმენ არნი აღარაფერი დაიკიდე ძმა. წავედით აბა. ვნახოთ ეხა თუ დაგთან ხდება სასახლის გასვლა. კაი კაცი ხარ. ერეკლე. დამწყებია და გული არ დაწყვიტო რა ძმაო, რა ახალი მოთამაშეა. ესეც როგორ ამ გუშინ ვაჩქები მანქანა ძმა და შემთხვევით დადო 1-0 დააკდა ძმა და მიეცი. ადივინე. დაუბრუნეთ ო მაგრად ეხავს. არ ვიცი აიგი. შენ რო ეგეთ სიტუაციაში ყოფილიყავი რა. გაგითვალისწინებთ ყველანაირ ვარიანტში ძმა და რა. პატარა ბიჭები კიდე არა ვართ ყუაზე ხარ და დაუბრუნე ბიჭს რა. აჰა, მეორე მოთამაშეს ვიღაცა ბალუ ფრიკინძერს. რა მანქანა აგახიაო. ერეკლე. დამსვი ორი წამი მიგიყვან უცებ რა. ერეკლე, ორი წამი დამსვი მიგიყვან იმ სასახლესთან. არა ბიჭო, ერეკლე, ორი წამი ბალუ რა ძმაო რა ბიჭო რა გჭირსო. დამწყებია თქო მიეცი ძმაო. გაიგე, ეს მანქანა მიეცი რაცა თავისი ძმა, CL 45 რაც იყო მიეცი. აბა ვნახოთ რა პასუხს ველოდები ერეკლესგან და არც წერს. ეხა ისე მოდი ჯერ ეს სახლი გამოვუში და მე მანქანაზე წავიდე თუ. ჯერ მანქანა მიეცი რას ქვიატო? არ მოატყუილო ბიჭო რანაირად იქცევი. მართლა ადმინი მოიყვანეო. რომელი უფრო ძვირია? მანქანა თუ სახლი? ძალიან მე ბიჭო ლეიქთან მე როგორც ვიცი ხუაზე ხარ 2 მილიონები ღირს ეს სახლები ხუაზე ხარ. ხო. ნახე, აი არც მწერს პასუხს ისეც რომ ანუ რეალურად მივხვდე რომ ანუ არ ღირს. მანქანა 50-იც კი ღირს მეტი. კაი 2 მილიონად მომეციო სახლიო. მანქანას მომცემ. ახლავე იდრეზი. მოდი. მოვიყვან ახლავე ადმინს. მომყავს ადმინი და მელოდე ერთი წამი გთხოვ. გამარჯობა ადმინო. შეგიძლია დამეხმარო? წეგან სახლის მინდოდა რომ მანქანა გამეყიდა. ჩემო მეგობარმა მაჩუქა და ის იყო. ნორიანი დამატყდა შემთხვევით და ამ ბიჭმა იყიდა ჩემი მანქანა და ეხა მეუბნება რომ ეს სახლიო მომეციო და შენ მანქანას დაგიბრუნებო და მე მეუბნები რომ მეთქი პირველი ვერ წამოვარ მეთქი ბოდიში მეთქი და ადმინიო მოიყვანეო და რა გავაკეთო? ერეკლე რამდენად იყიდეო? ამან იყიდა 1.500.000 და მე მომივიდა 1.400.000 რაღაცა და ძალიან ცოტა არის მაგ მანქანისთვის. მე მინდოდა 15 მილიონი. ვაი, რა მინდოდა რა? ვაიმე, ეხლა თუ ეს მართლა დაგოიმდა. ეს თუ მართლა დაგოიმდა. ვაიმე, სახლი რატო უნდა მოგცეს? ვაი, მართალია, მაგრამ რეალურად ანუ იმას მართლა გონია ეხლა რომ მართალია. აი ეგ არის ზუსტად მაგას გულისხმობდი რა. რომ შუბლზე ზარღვის გაწყვეტას მეთქი ეხავს მეთქი რა.
მართლა. არა, რა ვქნათ. ეძებოს 50% მოთამაშეების ესე არიან მეგობრებო. არ ვიცი, მეუბნები რომ 2 მილიონი ღირის მეთქი მე როგორ ვიცი მეთქი და ესე და ესეო და ესეო და ესეო მეუბნება და რა უნდა? ვაიმე. დავიღალე ხა მართლა ავტირდები ჩემ თქმაზე. რატო ატყვე ბავშვს? მე ამან მითხრა შენი მანქანა 55 მილიონი ღირსო და მომეციო ესახიო და მანქანაზე მოგცემო და მათ ვებს და ეხა მეუბნება სახლი მომეციო და საქმეა ტონა მიცი ხო, მაგრამ ნახე ძმაო, დამწყებია მეთქი ძმაო, გუშინ დაიწყო თამაში და დაუბრუნე რომ გეუბნება. მადლობა. რა მაგარია. ანუ აბრუნებ? აბრუნებ? და ესეც ასე და ამგვარად. ამანაც მანქანა დაგვიბრუნა სანამ ორი ადმინი არ მოვიდა და მოთამაში არ მოვიდა. კი, მადლობა ძალიან დიდი, კარგი ადმინისტრატორი ხარ და მე ლაიქებს დაგიწევ. რა იყო ჩემი ძმა უცებ რო დარჩე და მოხდება ზაქჩი აი ბათუმსკი დარჩეი ჩემი დედამ რაღაცა გეიგონეთ და რა პუნქტია სიმონ რა გისეცა 3 მილიონს გვაძლევ? 30 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდოთ ძმა გადააო ერთი წამი ჩემი ძმა დამშვიდი ბებერ აი პრობლემაა 30 მილიონი დვალა მომიკითხე შავო ვინ? დვალა მომიკითხე 30 მილიონი რა მქერა ფუჟმაძლევე შიხვარა ავტომატ. ლეიკ, რა ვქნათ გავყიდოთ 30-ში? 30 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდოთ მეთქი ბრატ რა 2 მილიონი მოდი მარტივად რო ვიბაზროთ რა უცებ ვიდეოშიც გამოჩნდება ოღონდ აი რას ეტყოდით გადამგდებ მოთამაშეებს რა აი ხალხს რო ატყუებენ ნაგლად იმენა მისი დედის უტყანი მე აუ ამას ვერ ჩავსვავ ძმა რაღაცა ადეკვატურად მითხარი თავიდან რა აი რას გადამგდებ ხალხს რას ვეტყოდით ჩემო ძმაო და კაროჩე უხეჩად რო არ გამოგვივიდეს იძიტე დანარჩენს ხალხი მიხვდება ალბათ მიხვდებიან მათო კაი მიჭრა მოგწევს ძმა და ესეც ასე და ამგვარად ჩემო მეგობრებო დასრულდა დღევანდელი ვიდეო დარწმუნებული ვარ ბევრს მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ თუ შეიძლება არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება რაც თავარია რათა ნახოთ უფრო და უფრო მეტი ვიდეო ჩემ არხზე როგორც ფრენკები ასევე ტროლერების გამოჭერა ასევე ბევრი გათამაშებები და ასე შემდეგ არ დაგავიწყდეთ რომ 500 გამომწერზე როცა ავალ ძალიან შეუულებრივად ისევ და ისევ გავათამაშებ Diamond Whips და დღეს კიდევ ჩვენი მანქანის კუპონი დაიდროპება აი აქ თუ ცნობთ ამ ადგილს მოდით აიღეთ თუ ვერ ცნობთ ყველა უბრალოდ არიწვალოთ იმიტომ რომ დღეს ცოტა როგორც ასეთი ძნელი ჩელენჯია აქ მოსვლა ასე რომ ეს არის და ეს მადლობა კიდევ ერთხელ რომ უყურეთ ვიდეოს და peace დედა შევიც ინდოეთი ამერიკა ერთი ყლეა. დავედივე.